ყოფილი მინისტრის და მისი გარემოცვის წევრების სასამართლო პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო საქაოქო სასამართლოს ხდომათა დარბაზში. ბრალდებული ჯუანშერ ბურჭუაძე და მისი გარემოცვის წევრები უკვე იმყოფებიან ხდომათა დარბაზის საბრალდებო სკამზე, თუმცა ჯერჯერობით ჯუანშერ ბურჭუაძეს არაფერი უთქვამს მოსამართლისთვის, რადგან ამ წუთებში მხოლოდ ფორმალური მხარის განხილვა მიმდინარეობს ხდომათა დარბაზში. ჯუანშერ ბურჭუაძე დღეს პირველად გამოჩნდება საზოგადოების წინაშე, მას შემდეგ რაც მის უახლოეს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს ხელბორკილები დაადეს. ის უკვე რამდენიმე დღეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და საინტერესოა იტყვის თუ არა რამეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მისი უახლოესი მეგობრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რადგან ითვლებოდა რომ ჯუანშერ ბურჭუაძე იყო სწორედ ის პირი, რომელიც იყო ნდობით აღჭურვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ და შესაბამისად დღეს საინტერესოა დაარღვევს თუ არა დუმილს და იტყვის თუ არა რამეს მისი მეგობრის დაკავებასთან დაკავშირებით. დღეს საქაოქო სასამართლოს ხდომათა დარბაზში ბრალდების მხარე იმ მოწმეებს მოიყვანს, რომლებმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და მისი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს. ისინი დღეს საქაოქო სასამართლოში ისაუბრებენ იმაზე, თუ რა დანაშაულს ჩადიოდნენ თავდაცვის ექს-მინისტრი და მისი ნათესავები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვე არაც დაკავებულები არიან. ჯერჯერობით პროცესის დაწყებამდე სახელმწიფო ბრალდებას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და შესაბამისად უცნობია თუ ვინ იქნებიან დღეს ის მოწმეები, რომლებიც საქაოქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე მისცემენ კიდევ ერთხელ ჩვენებას თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და მისი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ. დღეს გრძელდება არსებითი განხილვა, პირველ რიგში სასამართლო პასუხს გაგვცემს წინა პროცესზე დაყენებულ შუამდგომლობაზე მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურორი წარმოადგენს მოწმეებს. მოწმეები ვინ იქნებიან, გითხრათ სიმართლე ამ წუთისთვის არ ვიცი. წინაზე დავაყენეთ შუამდგომლობა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ეს შეეხებოდა ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციებს, ტელეფონებიდან, სადაც ასახულია ბრალდებულებსა და მის ადვოკატებს შორის კომუნიკაცია. არა მხოლოდ ადვოკატებს შორის ამას ამბობდა არა მხოლოდ, მაგრამ ადვოკატებს შორის კომუნიკაციის ფიქსაცია მოტანა და ასე შემდეგ კანონმდებლობით დაუშვებელი. ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების შემდგომ თუ შეხვდით ბატონ ჯუანშერს, ხო არ უთქვამს რამე მისი უახლოესი მეგობრის დაკავებასთან დაკავშირებით? შევხვდი, მაგრამ ჩვენ საქმესთან დაკავშირებით მას კავშირი არ აქვს და ასე რომ ნაკლებად ვისაუბრია ამას. დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭუაძე დაკავების მომენტიდან ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში დევს, არის ფალსიფიცირებული. ის ამტკიცებს იმას, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მის ბრალეულობას არ დაადასტურებს და შესაბამისად ამბობს იმას, რომ ის არის უკანონო პატიმარი. დღეს საინტერესოა გამოიკითხება თუ არა მთავარი მოწმე, რომელმაც ხელი დაადო ჯუანშერ ბურჭუაძეს და მისი გარემოცვის წევრებს. ეს არის ბიზნესმენი, რომელიც ამტკიცებდა რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან იმას, რომ ჯუანშერ ბურჭუაძე იყო სწორედ ის პირი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ფული მოიპარა.